მოგესალმებით, მივესალმები მაყურებელს და ზოგადად რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანია ვენეციის კომისიის ეს დასკვნა, რომელიც არ არის მხოლოდ ერთ კანონზე, არამედ რამდენიმე კანონთან დაკავშირებით ერთად გაკეთდა ეს დასკვნა, სწორედ იქიდან გამომდინარე, რომ ქართული ოცნება რამდენიმე კანონმდებლობის გამოყენებას ცდილობს სამოქალაქო სივრცის შესაზღვრად ქვეყანაში. ერთ-ერთი მათგანი არის ეს ივანიშვილის ფარა, ასევე არის მანამდე მიღებული რუსული კანონი, ასევე არის გრანტების კანონი, მაუწყებლობის შესახებ კანონის შესული ცვლილებები და ასე შემდეგ. ამიტომ ვენეციის კომისიამ გადაწყვიტა, რომ ერთობლივად ეპასუხა აი ამ თითქოს უცხოურ ჩარევასთან დაკავშირებით გაკეთებულ თუ მიღებულ კანონებთან დაკავშირებით და თქვა, რომ ეს კანონები, რომელიც იქნა მიღებული საქართველოში, რეალურად არის ძალიან ბუნდოვანი, არ არის განჭვრეტადი და ეს კანონები შესაძლოა გამოყენებული იქნას სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ, პოლიტიკური ნიშნით, ზოგადად სამოქალაქო სივრცის შესავიწროებლად და ფაქტიურად ვენეციის კომისიამ თქვა, რომ ამის საჭიროება არ არსებობდა და უკან უნდა იქნას გაწვეული ეს კანონები. და რაც შეეხება პასუხს ქართული ოცნების მხრიდან, მაყურებლისთვისაც რომ მარტივად იყოს გასაგები, საქართველოს არის ევროპის საბჭოს წევრი სახელმწიფო, ვენეციის კომისია არის ერთ-ერთი შემადგენელი სტრუქტურა და რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანია აი ეს შეფასებები, რომლებიც აკეთდება ხოლმე და პირიქით ადრე როდესაც საქართველოში სხვადასხვა საკანონმდებლო ცვლილებები ხორციელდებოდა ხოლმე, ვენეციის კომისიას იქეთ მიუმართავდით, რომ თავისი დასკვნა გაეკეთებინა. ამიტომ დღეს ესეთი განცხადება, რომ არ არის საინტერესო და ერევა ჩვენს რაღაც შიდა საქმეებში აბსოლუტურად აცდენილია რეალობას, ვენეციის კომისიის დასკვნა პირიქით ყოველთვის არის სასურველი ხოლმე სხვადასხვა კანონმდებლობის მიღების დროს, რომ რაიმე ისეთი კანონი არ მივიღოთ, რომელიც ეწინააღმდეგება საერთაშორისო სტანდარტებს და პირიქით მათი რეკომენდაციები მივიღოთ ხოლმე. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანი იყო ეს დასკვნა და რა თქმა უნდა ეს გამოგვადგება ჩვენ ყველას შემდგომ ეტაპზე, მათ შორის სამართლებრივი დავისთვის იგივე აი ამ კანონებთან დაკავშირებით. კი ბატონო და ქალბატონინო კიდევ ერთ საკითხზე მინდა დაგისვათ კითხვა ამ შემთხვევაში როგორც სამართლიანი არჩევნების ყოფილ ხელმძღვანელს თქვენს საქმის კურსში ხალხთ ალბათ ვინ დააკვირდა ამ ქვეყანაში 4 ოქტომბერს ქართული ოცნების მიერ ჩატარებულ თვითმმართველობის არჩევნებს, მაგრამ ის ინფორმაციები, რომელიც ხდება სხვადასხვა ორგანიზაციების თუ მედია საშუალებების მხრიდან რაღაცა გადამოწმებულად საჯარო კიდევ უფრო საინტერესოს ხდის ამ დამკვირვებელთა ვინაობას რაღაცა მესაფლავე კონსპიროლოგია ასე შემდეგ, ხო, აი რუსეთთან დაახლოებული პირები თუ რუს ბიზნესმენებთან დაახლოებული ორგანიზაციის წარმომადგენლები იყვნენ ის ადამიანები, რომლებიც აკვირდებოდნენ და დადებითად აფასებდნენ თვითმმართველობის არჩევნებს და აი მათ განცხადებებს რაღაცა ციტატების სავით პროპაგანდისტული მედია ავრცელებდა სხვადასხვა არხებით. ხომ აი რა სიტყვით ამ გარემოებაზე, რა ტიპის პრაქტიკა არის ეს რა შეგიძლიათ გითხრათ? კი, ეს ძალიან საინტერესოა სხვათა შორის, იმიტომ რომ ჩვენ რომ დავაკვირდეთ, არადემოკრატიული, ავტორიტარული რეჟიმები ატარებენ არადემოკრატიულ არჩევნებს, მაგრამ მაინც რაღაცნაირად ცდილობენ, რომ ლეგიტიმაცია ჰქონდეს მათ არჩევნებს, თუნდაც საკუთარ ამორჩეველში მაგალითად. და ეძებენ სხვადასხვა გზებს იმისათვის, რომ რაღაცნაირად ეს თავისი არადემოკრატიულად ჩატარებული არჩევნები თითქოს კარგად ჩატარებულ არჩევნებად წარმოაჩინონ და ესეთი ერთ-ერთი პრაქტიკა არსებობს, მათ შორის რუსეთში გამოყენებული, ბელორუსში გამოყენებული, თითქოს საერთაშორისო დამკვირვებლების სახელით, ესეთი დამკვირვებლების აკრედიტაცია ხდება უცხოელების ჩადიან ისინი კონკრეტულ ქვეყანაში და არადემოკრატიულად ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებით აკეთებენ ხოლმე განცხადებებს, რომ უი რა კარგი არჩევნები იყო. და რეალურად ამ უცხოელი დამკვირვებლების არც ფინანსური გამჭვირვალობა არის ხოლმე ცნობილი, არც რა ორგანიზაციებს წარმოადგენენ შეიძლება ვიცოდეთ, მაგრამ ამ ორგანიზაციების რაიმე დასკვნები და ასე შემდეგ არ ხდება, უბრალოდ ერთი დღე გადიან რამდენიმე უბანზე და აკეთებენ ხოლმე შეფასებებს. და ჩვენ ნახეთ, რომ ესეთი პრაქტიკა, რომელიც არის ავტორიტარული რეჟიმებისთვის დამახასიათებელი, საქართველოშიც დაიწყო, ჯერ კიდევ გასულ წელს საპარლამენტო არჩევნებზე 23 ასეთი საერთაშორისო დამკვირვებელი ვიხილეთ საქართველოში და მაშინ, როდესაც გვახსოვს როგორი იყო ხო საპარლამენტო არჩევნები უამრავი დარღვევის ფონზე, ეს 23 საერთაშორისო დამკვირვებელი, ყალბი დამკვირვებელი ქვია, პოლიტიკურად მიკერძოებული, აკეთებდნენ განცხადებას, თითქოს რა კარგი არჩევნები იყო, რაღაცა 2 უბანზე თუ 3 უბანზე მისვლის შემდეგ.
და იგივე განმეორდა სამწუხაროდ წელს, მაშინ როდესაც ეუთოდირი არ აკურდებოდა ამ არჩევნებს, იმიტომ რომ გვიან მოხდა მათი მოწვევა, მაშინ როდესაც ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციები ვერ აკвირდებოდნენ, იმიტომ რომ ვიცით რა მდგომარეობაში არიან რეპრესიულ და დაყადაღებულ მდგომარეობაში, ვიხილეთ რომ ამჯერად 29 საერთაშორისო დამკვირვებლის სტატუსით იყო, ასე ვთქვათ, იგივე ყალბით უმიკერძოებული დამკვირვებელი, რომლებიც არჩევნების დღის განმავლობაში პროსახელისუფლებო მედიაში აკეთებდნენ განცხადებას, რომ რა კარგი არჩევნებია და ასე შემდეგ, მაშინ, როდესაც ვიცით, რამდენი პრობლემა ჰქონდა თვითმმართველობის არჩევნებს, ჯერ კიდე იქიდან გამომდინარე, რომ იგივე პოლიტიკური ლიდერები არიან ციხეში, ვერავინ ვერ აკвირდება არჩევნებს და ასე შემდეგ. ეს არის თითქოს არადემოკრატიულად ჩატარებული არჩევნებისთვის ლეგიტიმაციის რაღაცა იმიჯის თუ სახის მიცემა, მაგრამ რა თქმა უნდა, ეს არ არის ნამდვილი დაკვირვება და ვერავის ვერ დაარწმუნებენ ამით, რომ ეს არჩევნები კარგად ჩატარდა, იმიტომ რომ ეს არ არის რეალური სადამკვირვებლო მისია საერთაშორისო. ეს არის არადემოკრატიული გზები და სამწუხაროდ ვიხილეთ საქართველოში და თქვენ სწორად აღნიშნეთ, ადამიანები, რომლებიც ჩართული იყვნენ ამ მისიაში, შესაძლოა საერთოდ არ იყვნენ დაკავშირებული არჩევნებთან ან რაიმე დემოკრატიულ საქმიანობასთან. კი ბატონო და ბოლო კითხვას დაგესვამ ქალბატონ ნინო, რომელიც უშუალოდ ეხება ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი დააჯარიმეს მოკლედ 5,000 ლარით აქციაზე დგომისთვის რუსთაველის გამზირზე მისვლისთვის ესე ვთქვათ და შემდეგ კიდევ უფრო გამაოგნებელი განცხადებებიც იყო ქართული ოცნების დეპუტატების მხრიდან, რომლებსაც არ ვიცი ალბათ რაღაცა ცოტა კომპეტენციასთან დაკავშირებით პრობლემები აქვთ, იმიტომ რომ შინაარსი იყო კომენტარების, რომ რაღაცა ელოდებიან ახლა ჯარიმის გადახდას მოკლედ და ასე შემდეგ რაღაცა მსგავსი შინაარსის აბსურდული განცხადებები. რა სიტყვით ზოგადად აი ამ ფაქტთან დაკავშირებით თქვენ ქალბატონ ნინო? იცით რა, მე ცოტა არ იყოს რაღაცა ჩემთვის ცოტა სამარცხვინო შეურაცხყოფელიც არის ესე რომ გამოიყურება საქართველოს აი ესეთი შეფასებებით თუ ესეთი ქმედებებით საერთაშორისო ასპარეზზე ასეთი არ მახსენდება საქართველოსთან დაკავშირებით, რაც არ უნდა თქვა დემოკრატიული უკუსვლები გქონოდა ჩვენს პარტნიორ ქვეყნებთან დაკავშირებით ასეთი დამოკიდებულება ხო არასოდეს არ ყოფილა და რაღაც ერთი მწხვენია რომ ეს საქართველოს თუ ქართული ოცნების მხრიდან ხდება, მოდი არ დავარქვა ესე რაღაცა პრემიერ-მინისტრი თუ ასე შემდეგ ქართული ოცნების პრემიერ-მინისტრი და ასე შემდეგ, მართლაც სამარცხვინოა, მაგრამ ერთი რამ ასე ვთქვათ მამშვიდებს, რომ ძალიან ბევრჯერ მომიწია ხა მოგზაურობა საერთაშორისო პარტნიორებთან შეხვედრა და ყველა ძალიან კარგად ხვდება ქართული ოცნება რა ტიპის ხელისუფლებაა და რა ტიპის იზოლაციას ახდენს ჩვენი ქვეყნის და ისინი კარგად ხედავენ რომ ეს ქართველი ხალხის ქმედებად არ უნდა განსაზღვროთ. ერთადერთი ეს ასე ვთქვათ ცოტა მაწყდარებს იქიდან გამომდინარე რომ მართლაც სამარცხვინოა ხო ასეთი ჯერჯერობით შეფასებები რომელსაც ვისმენთ აბსოლუტურად რაღაცა აცდენილია ყველანაირი პოლიტიკურ გემოვნებას თუ კლასს ხო და ძალიან ცუდად წარმოაჩენს საქართველოს. ამიტომ მეტი კომენტარის გაკეთება მიჭირს კიდეც შეფასება ამ ყველაფრის, გარდა იმისა რომ მართლაც ძალიან სამწუხაროა რომ საქართველოს ასე წარმოაჩენენ, მაგრამ კიდევ ერთხელ მამშვიდებს ის ფაქტი რომ ყველა კარგად ხედავს რომ ეს არ არის ქართველი ხალხის შეფასება ასეთი და ძალიან კარგად უპასუხა სხვათა შორის ქალბატონმა საგარეო საქმეთა მინისტრმა ფინეთის სოციალისტებში და ხო მე ვერაფერს გავაკეთებ იმედია რომ ესე აღარ იქნება საქართველოს წარმოჩენილი საერთაშორისო ასპარეზზე, იმიტომ რომ ეს რეალურად ჩვენ გვტოვებს იზოლაციაში და მართლაც საფრთხის ქვეშ რუსეთი იქნება თუ სხვა მტრულ სახელმწიფოებთან. კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა ქალბატონ ნინო დოლიძე გვერდთობოდა დღის ამბების პირდაპირ ეთერში. ვაგრძელებთ ეთერს, შემდეგი სტუმარი გვყავს ხაზზე, ლევან